ყველაზე დიდი რისკი და ხიფათია რონალდოს მაგუნჩი ყოფნა. კრისტიანო რონალდო ვერ გაიაზრა ის, რომ ასაკში შევიდა თვითონვე გონია ისევ 20 წლისაა და თვითონვე ამბიცია ისეთი აქვს, როგორიც მაშინ ქონდა. აი ახლაც, აი მეორე ნომრობას კამზე გადაждომა იქიდან ეს კამზე რომ დასვა ისევ გაიბუტება ცხვირს გაუშვებს და გუნჩ სიტუაციას არებს. ანუ ის მომენტი არ აქვს, რომ ეხლა მე ეს კამზე ვზივარ და აქედან მიდით ბიჭებო რა. 5 სოფლიო ჩემპიონატზე გოლი გატანილი, ამაშიც რეკორდსმენია, მე-6-ზე შეუძლია გაიტანოს და ანუ ყველაფერი შეიძლება ქნას ამ ადამიანმა და ამ ყველაფრის გასაკეთებლად ყველაფერს იზავს და მგონია რომ არ დათმობს მაგადი. წინა სოფლიო ჩემპიონატზე აი რონალდოს კამზე დასმას მოყვა ძალიან ბევრი ამბავი. აი დავუშვათ რონალდოს არ წაუვიდა თამაში. დავუშვათ. აი პირველი ტური, მეორე ტური არ წავიდა. სხვა ფეხბურთელი რო იყოს უკვე. მე რა მოხდა ეხლა ასო მეორე ფეხბურთელი გამოიყვანა. აქ ეგ პრობლემა იქნება, მაგას მესმის რომ ვერ შეგვება მაგას და არა სიტუაცია. მოყვები ზუსტად, ანუ თუ რონალდო იქნა ის ტიპი, ვისაც ვერ ცვლი, თუ ცვლი ჩხუბობს. თუ პენალტს არ ატყმევინებ ან ჯარიმას არ ატყმევინებ, მაგაზე ჩხუბობს. მაშინ გასაგებია რომ ესე შორს ვერ დავდო. მაგრამ მაინც უფრო ნახევარდაცვის გუნდია რა. აი რონალდოს და ლეაოს გუნდი კი არ არის, რომელიც PlayStation-ის ტექნოლოგია რა. კარგი საფუძველია რომ მერე ზემოთ რაღაცები დააშენო. მართალი. მეც გონია რომ შეიძლება საკვანძო საერთოდ არ იყოს რონალდო. ან თუ აი ეგ არ მოხდა, აი ეს ეგოს ამბავი და თუ არ არის აქ სიტუაცია. იმდენად მაგარი არის, იმდენად ძლიერია ჩემი აზრით პორტუგალია, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს საკვანძო, თქვა რონალდო საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს თუ შედარებით ნაკლებად კარგად ითამაშებს.